დღეს და ვისაუბროთ მეგრულენოვან ლიტერატურაზე, რა გზა გამოიარა და როგორია პერსპექტივა იმის, რომ მეგრულ ენაზე ახალი და მნიშვნელოვანი ტექსტები შეიქმნას. სვიად მოგესალმებით, მადლობა რომ ხართ ჩვენთან ერთად. რა პერსპექტივა, როგორც სწორდებოდა ტექსტი? მივესალმებით ჩვენს მაყურებელს, გომორცგუა, ჩვენ სტუმრებთან, კივი ქარჩავასთან და პაატა შამუგიასთან ერთად ვისაუბრებთ მეგრული ენისა და მეგრულ ენაზე შექმნილი ლიტერატურის მნიშვნელობაზე. ერთია, როცა ენა არსებობს და თითოეულ ჩვენგანს გააზრებული გვაქვს ენის დაცვის, ენაზე საუბრის აუცილებლობა და მნიშვნელობა, მაგრამ მეორეა, რამდენად იქმნება ლიტერატურული ნაწარმოები, ტექსტი, ანუ რამდენად ცოცხალია მეგრული ენა, სწორედ ამაზე ვისაუბრებთ დღეს. ასევე წალენჯიხიდან ჩაგვერთვება თამარ ბელქანია, რომელიც ახალ გამოცემაზე იტყვის 2-20 სიტყვას. გივი, დავიწყოთ მეგრული ლიტერატურის მეგრული ორიგინალური ლიტერატურიდან, რა დროიდან იწყება მეგრული ორიგინალური ლიტერატურის შექმნა. ცხადია, მე აქ არ გულისხმობ ფოლკლორულ ნიმუშებს, ხალხურ პოეზიას, გულისხმობ ავტორების მიერ სხვადასხვა დროს შექმნილ ნაწარმოებებს და რამდენადაა ეს თანხვედრაში, რა ტიპის თანხვედრაშია ეროვნულ ლიტერატურასთან. გამარჯობათ, მოგესალმებით. მადლობა ამ მნიშვნელოვან თემას რომ შეეხეთ. მეგრული კლასიკური ლიტერატურა, რასაც ქვია, იწყება მე-20 საუკუნის დასაწყისიდან, მე-19-ის ბოლოდან. ჩნდებიან ავტორები, ერთ-ერთი ავტორი წარდგენა თქვენ გექნება დღეს. მადლობა ამისათვის, ვინც ითავა ეს საქმე და გამოსცა. შემდეგ მთელი საბჭოთა პერიოდის პირობებში განმავლობაში ხდება ნელ-ნელა ავტორების ასე ვთქვათ გამოჩენა და ლიტერატურის დაგროვება და 90-იანი წლების შემდეგ ძალიან ბევრი ახალი ავტორი გამოჩნდა და მე ლიტერატორი არა ვარ, მე ვერ შევაფასებ ცხადია, მაგრამ მკითხველის თვალით შეიძლება ითქვას, რომ ძალიან მაღალი დონის ლიტერატურა იქმნება დღესაც მეგრულ ენაზე. მარგალური ჯვეშდინარე ქორთულიში ჯერღვი ჭვერხი, ასე თქვა ლაშა გახარიამ, ეს რომ თარგმნოთ, ეს არის ფუძე ენა არისო. მეგრული ქართულისა ძარღვი ლაშა გახარია იცის მკითხველმა მას ქართულადაც და მეგრულ ენაზეც უბრწყინვალესი ლექსები აქვს შექმნილი. ანუ შეიძლება მივაკუთვნოთ ორენოვან ავტორებს, როგორც თქვათ, საურ გერგედა, როგორც ალიო ქობალია, ასევე ამ გიორგი სიჭინავა ამ ავტორების რიგში არის პაატა შამუგია, დღეს რომელმაც მეგრულ ენაზე წერას უკვე თავისი გემო გაუგო. როგორია პაატა ეს მომენტი, რომ ავტორი წერდეს როგორც ქართულ ენაზე, ესე მეგრულადაც. მოგესალმებით და გილოცავთ მეგრული ენის დღეს. ვფიქრობ, რომ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ გვაქვს ასეთი სიმდიდრე საქართველოში ფუფუნება, რომ რამდენიმე ენაზე შეუძლია ქართველ ადამიანს ლაპარაკი, მათ შორის უძველეს მეგრულზე. რაც შეეხება ჩემს დებიუტს მეგრულ რომელიც მალე გამოჩნდება, კი, გამოცემობა ინტელექტი მალე გამოსცემს, აი ნახეთ. ამონაბეჭდი, ანუ ანაბეჭდის სახით ნანაკვერა ლექსები, რომელიც არის ნარჩევი ლექსები. მინიმალისტური პოეზია პაატა შამუგიასი მეგრულ ენაზე. ხო, შეგრძნება ისეთია, როგორც რაღაცა დიდ გივის ველაპარაკებოდი, როგორც დიდ ზღვის ტალღებში შეგაგდონ და აი ამ ენის ტალღები შეიგრძნო თავიდან ბოლომდე, როგორ ეხლები, როგორ უნდა გადარჩეთ ან ყველა ვარიანტში უნდა დაუძრე ამ ხაფანგებს, რომელსაც ენა ყოველთვის გიგებს და საბოლოოდ საკუთარი ემოცია ჩაატიო ამ ენობრივ ქსოვილში. მე განსაკუთრებული მადლობა მინდა უთხრა გივი ქარჩავას, რომელიც არის ჩემთვის, არ ვიცი, ეტალონი ენის ცოდნის მხრივ. მე ვერც კი შევეტრები მას მეგრული ენის ცოდნაში. ძალიან ბევრი შრომა დამჭირდება იმისთვის, რომ მის დონემდე მივიდე მეგრულის თვალსაზრისით. მიუხედავად იმისა, რომ მეგრელი ვარ, აფხაზეთში დაბადებული, მისი ცოდნა და განსაკუთრებით ეს აკადემიურობა, რაც მას აქვს, ჩემთვის ჯერჯერობით მეუღწეველი რჩება. როგორც ღერს პოეზია, მე გთხოვთ, რომ ერთი რაღაც მონაკვეთი წავიკითხოთ, იმიტომ რომ პირადად ხო არ მქონია. აუცილებლად წავიკითხავ, მათ შორის ძალიან ცნობილ, ჩვენთვის ძალიან ძვირფასი ლექსის მეგრულენოვან ვერსიასაც იქამდე კი
ამ ორ წიგნზე გავამახვილებ ყურადღებას, ესა დანიელ ფიფიას ლექსები და პოემები, რომელსაც ესეთი სათაური შეურჩიეთ მისი ძალიან ცნობილი პოემის ბულათიას სახელწოდება გამოვიტანეთ გარეკანზე, წალენჯიხის მუნიციპალიტეტის გამგეობის ხარდაჭერით გამოვეცით ეს წიგნი, სხვათა შორის ცხონებული ძალიან ძვირფასი ადამიანის გია ხარჩილავას იდეა იყო და შთაგონებული იყო გია ამ იდეით, რომ დანიელ ფიფიას მეგრულენოვანი ორიგინალური ლიტერატურის ერთ-ერთი ფუძემდებელი, ერთ-ერთი პირველი ავტორის პოპულარიზაცია მომხდარიყო, რადგანაც ეს არის ავტორი, რომელსაც მეგრულენოვან ბაირონს ეძახიან და ამასთან ერთად დანიელ ფიფია იბრძოდა საქართველოს დამოუკიდებლობისთვის და შეეწირა 1924 წლის რეპრესიებს. ძალიან ხშირად ჩდება გივი ეს შეკითხვა, რომ მეგრულ ენოვნობა, მეგრულ ენაზე წერა, რამე კონფლიქტში ხომ არ მოდის ეროვნულ ინტერესებთან. ჩვენ გადაცემაში შემოსვლამდე საუბრობდით იონა მეუნარგიას და მიხეილ კანკავას ურთიერთობაზე და იმ სიტყვაზე, რომელიც მიხეილ კანკავამ ცაიში წარმოთქვა იონა მეუნარგიას დაკრძალვაზე. და ეს ძალიან კარგად ასახავს მეგრულენოვანი ავტორის, ან უბრალოდ მეგრული ენის კომაგის მიმართება საქართველოს დამოუკიდებლობასთან. კი ბატონო, იყო ესეთი მოკლედ დამოკიდებულება, სამწუხარო, მხარეც ახლავს ამ ყველაფერს. მიხეილ კანკავამ 1919 წელს იონა მეუნარგიას დაკრძალვისას წარმოთქვა სიტყვა მეგრულად. მას აუხერდნენ ვიღაცები ქართულ პრესაში, მე მგონი უჩივლეს კიდევაც, რომ ვიღაცამ როგორ გაბედა და როგორ წარმოთქვა იონას დაკრძალვისას სიტყვა არაქართულად, მეგრულად. ამ დროს ეს სიტყვა დღესაც ხელმისაწვდომია და ახალგაზრდა მიხეილ კანკავა ულოცავს გარდაცვლილ იონა მეუნარგიას ნანატრ დამოუკიდებლობას და თავისუფლებას ქვეყნის. თუკი როგორ თანხმედრაში არის ეროვნულობასთან და სახელმწიფოებრიობასთან მეგრულად წერა, ზოგადად აქტივიზმი, ამის ნათელი მაგალითია დანიელ ფიფია, ადამიანი, რომელიც იყო ერთ-ერთი პირველი უფლებადამცველი მეგრული ენისა, რომელსაც მაშინაც ჰქონდა პრობლემები და ძირითადად ცუდი დამოკიდებულებების და ნაციონალისტური დამოკიდებულებების გამო არსებობდა ეს პრობლემები, ის თავის ლექსებში, თავის დაწერებში გამოდიოდა ამის წინააღმდეგ და პარალელურად ეს ადამიანი მონაწილეობდა 1924 წლის ანტისაბჭოთა აჯანყებაში, იყო მთავარი პროპაგანდისტი ზუგდიდის მაზრის და 1924 წელს ის მეტეხის ციხეში დახვრიტეს, ისე რომ მისი საფლავიც არ გვაქვს დღეს. ანუ ეს ორი ფაქტი, რომ ადამიანმა შეიძლება წეროს მეგრულად, იზრუნოს მეგრულ ენაზე და ამავდროულად იყოს ამ სახელმწიფოს ღირსეული შვილი, არანაირ პრობლემას არ წარმოადგენს. ყველაფერი არის კლიშეები, რომელიც საბჭოთა კავშირმა შეგვძინა და საბჭოთა კავშირის შემდეგაც გარკვეულმა მახინჯმა მიმდინარეობებმა, რომ ყველაფერი, ყველა მეგრული აქტივობა მაინც და მაინც რუსეთთან არის დაკავშირებული, ამას აბათილებს ეს ადამიანი და მეორე მიხეილ კანკავა, რომელმაც ცნობილი სიტყვა წარმოთქვა იონა მეუნარგიას დაკრძალვისას. თამარ ბელქანია უნდა გავესაუბროთ წალენჯიხიდან ჯაგვერთვება, მოგესალმებით ქალბატონ თამარ და მადლობა ამ წიგნის გამოცემაში ხარდაჭერისთვის. დანიელ ფიფია ის ავტორია, რომელიც წალენჯიხელებისთვის ტერენტი გრანელის, ლეო ქიაჩელის გვერდით დგას და ნელ-ნელა უკვე იწყება მისი პოპულარიზაცია. თქვენ როგორ ხედავთ მომავალში დანიელ ფიფიას შემოქმედებისა და მისი სამოქალაქო ღვაწლის დამკვიდრებას ჩვენ საზოგადოებრივ სივრცეში? მოგესალმებით, ძალიან საინტერესო თემა არის და ძალიან საჭირო თემა განსაკუთრებით დღეს, დღესაც ვებრძვით სწორედ იმას, რასაც თავის დროზე ებრძოდა სრულიად ახალგაზრდა დანიელ ფიფია, რომელიც იყო წალენჯიხელი, ობუჯი იყო განსაკუთრებული ცენტრი, საგანმანათლებლო ცენტრი, ლეო ქიაჩელიდან გამომდინარე, შენგელაიების ოჯახიდან გამომდინარე და დანიელ ფიფიადან გამომდინარე. არაჩვეულებრივი ადამიანი იყო და საბჭოთა ისტორიოგრაფიამ სამწუხაროდ სწორედ ესეთი ადამიანები წაშალა არა მხოლოდ ჩვენი ისტორიული მეხსიერებიდან, არამედ ზოგადად საქართველოს ისტორიიდან.
ჩვენთვის მთავარი იყო რომ დანიელ ფიფია ისევ ამოგვეწია ჩვენს მეხსიერებაში, ჩვენ შვილებს ცოდნოდათ ვინ არის ეს ადამიანი და ამიტომ გაჩნდა იდეა რომ აი ეს წიგნი მეგრულ ენაზე ბულათეა და სპეციალურად შეირჩა ეს ათაურიც იცით რომ ეს ისტორიული ნაწარმოები მეგრულ ენაზე ეძღვნება სწორედ იმპერიალიზმის წინააღმდეგ მეგრელი გლეხების აჯანყებას 1855-56 წლებში და ჩვენ ვეცადეთ რომ მაყურებლამდე, მკითხველამდე მიგვეტანა ეს არაჩვეულებრივი გამოცემა. თვითონ დანიელ ფიფიას სახლ-მუზეუმიც გავხსენით. რატომ? იმიტომ რომ ადამიანები შეეხონ ისტორიას, ადამიანებმა ნახონ, იხილონ, ვინ იყო ეს ადამიანი, სად მიიღო განათლება, ის ქუთაისში სწავლობდა, შემდეგ თბილისში ჯავახიშვილის უნივერსიტეტში სწავლობდა, პარალელურად ასწავლიდა სოფლის ობუჯის სკოლაში და მისთვის მთავარი იყო სწორედ ბრძოლა თავისუფლებისათვის. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი და ეს ისტორიული ფრაზა, ეს დაჭხირ ოლიგარქიას დღესაც ძალიან აქტუალურია, გამომდინარე ცეცხლი ოლიგარქიას, გამომდინარე სწორედ აი ამ ადამიანიდან. ჩვენ გვინდა რომ ისტორია დავაბრუნოთ, ჩვენ გვინდა რომ აი ამ ისტორიაში წაშლილი გმირები და ნამდვილად ეს ადამიანი იყო გმირი, რომლისთვისაც მნიშვნელოვანი იყო მეგრული, მნიშვნელოვანი იყო ბრძოლა, მნიშვნელოვანი იყო თავისუფლება და მნიშვნელოვანი იყო სწორედ სახელმწიფოებრიობა, ჩვენი ქვეყნის ერთობა და აი ეს განსაკუთრებული იდენტობა, რომელიც ქართველებს გაგვაჩნია, აი ეს წამოწეული ყოფილიყო სწორედ აი ამ მეგრულით, იმიტომ რომ მეგრული არის ძირძველი, მეგრული არის ის, რასაც შემდგომში ეფუძნება თავად ქართულიც კი. ამიტომ წიგნი არის ძალიან საინტერესო, წიგნი არის ძალიან მნიშვნელოვანი იმისათვის, რომ ჩვენ ვიბრძოლოთ ტოტალიტარიზმის წინააღმდეგ. აი შეიძლება ვიღაცები ფიქრობენ, რომ აი წიგნს რანაირად შეუძლია, ეს წიგნ შეუძლია, იმიტომ რომ ჩვენ ვიცით, რომ საბჭოთა პერიოდში, ბოლშევიკების პერიოდში, მას მერე რაც 24 წელს, ანუ პირველი აჯანყების პერიოდში დახვრიტეს ეს არაჩვეულებრივი ადამიანი, შემდგომ 90-იან წლებამდე საერთოდ იკრძალებოდა ის. ისევე როგორც იკრძალებოდა ძალიან ბევრი რამ, სადაც აი ეს ეროვნულობა იყო ჩადებული. ამიტომ ჩვენ გვინდა ეს ამოვწიოთ. ჩვენ გვინდა ადამიანებს გავაგებინოთ, რომ ჩვენ ოდითგან ვიბრძოდით, ჩვენ ოდითგან ვუფრთხილდებოდით სწორედ მეგრულს და აი ეს აჯანყებაც კი, რომელიც საოცარია, მაგრამ საგამოცდო პროგრამიდანაც კი ამოიღეს, აი სწორედ აი ეს საუბარი არის ტოტალიტარიზმის წინააღმდეგ, იმპერიალიზმის წინააღმდეგ ბრძოლის, გლეხების აჯანყების, რამდენიმე აჯანყება ამოღებული იყო. ანუ ეს რომ სისტემური იყო, აი ესეც კი უნდათ რომ წაშალონ ჩვენი ისტორიული მეხსიერებიდან. ამიტომ ჩვენთვის ძალიან ძვირფასია დანიელ ფიფიას სახელის ამოწევა და მინდა გითხრათ, რომ როდესაც მეოთხე საერთაშორისო ლიტფესტივალი ჩატარდება წალენჯიხაში არტ-მეურნეობაში, ჩვენ სპეციალურად გვინდა წარვადგინოთ რამდენიმე წიგნი, ცალკე გვინდა მეგრულ პოეზიას მიუძღვნათ ერთ-ერთი, ასე ვთქვათ, შეხვედრა და აი ამ წიგნს აუცილებლად წარვადგენთ, იმიტომ რომ ჩვენთვის ქართული სახელმწიფოებრიობა ძალიან მნიშვნელოვანია, ჩვენთვის მნიშვნელოვანია დანიელ ფიფია, რომელიც იკრძალებოდა და ადამიანებმა უნდა იცოდნენ, რომ მეგრულ ენაზე იწერებოდა პოემები, ლექსები, წიგნები, ეს არის მნიშვნელოვანი და ჩვენ უნდა გავუფრთხილდეთ მეგრულს, უნდა გავუფრთხილდეთ, ჩვენ უნდა ვიცოდეთ, აი ეს წიგნი და მთლიანად ეს პოეზია არის კლასიკური მეგრულით, ანუ ლაკადური მთის მეგრულით, სადაც ყველაზე კარგად არის შენარჩუნებული ეს კლასიკური მეგრული, აი ეს სიტყვათა წყობა, ეს მისი მელოდიურობა, აი ეს ქარიზმა, რომელიც ჩადებულია მეგრულ პოეზიაში, ჩემი აზრია, რომ ყველაზე კარგად ჩანს სწორედ დანიელ ფიფიას აი ამ გამოცემაში, ეს სწორედ ამ გამოცემაში და ეს გამოცემა მინდა გითხრათ უკვე ძალიან პოპულარულია, მე რამდენიმე პრეზენტაციამდე მქონდა შესაძლებლობა რამდენიმე ჩემი მეგობრებისთვის მიმეცა და მინდა გითხრათ, რომ ხელიდან ხელში გადადის. რატომ? იმიტომ რომ ეს არის მათთვის ახალი, იმიტომ რომ ეს არის ის ფანჯარა საქართველოს უახლეს ისტორიაში, რომელიც დახურული იყო და ჩვენ ეხლა გვაქვს შესაძლებლობა გავხსნათ და ვნახოთ როგორი მდიდრულია, თუნდაც სიტყვები, მე მართალი გითხრათ, ძალიან ბევრი სიტყვა, მაგალითად ლიმა, ბრძოლა, პირველად გავიგე, ანუ ძალიან ბევრი ისეთი სიტყვა, რომელიც მეცნობა, იმიტომ
რომ მაქვს ისტორიული განწყობა მეგრულისადმი, იმიტომ რომ მეგრელი ვარ და ბევრი სიტყვა აღმოვაჩინე, რომელიც დავნერგე. აი ხა საუბარში ძალიან ბევრი ის სიტყვა, რომელიც მე აქ ვიპოვე და მანამდე მეგრულში არ ვიყენებდი, ეხლა თამამა და თავისუფლად ვლაპარაკობ და ძალიან ადვილად ჯდება ჩემი წინადადებების სიტყვათა წყობაში. რატომ? იმიტომ ეს არის ჩემი, იმიტომ ეს არის ჩემთვის ორგანული. ამიტომ რო შევაჯამო ეს ყველაფერი, წიგნი არის ძალიან მნიშვნელოვანი. სწორედ ბრძოლისთვის ტოტალიტარიზმის წინააღმდეგ წიგს და განათლებას აქვს გადამწყვეტი მნიშვნელობა. ჩვენ სამწუხაროდ არ გვაქვს რეალური უახლესი ისტორია, არ გვაქვს ცალკეული კუთხების ისტორია, პრაქტიკულად დიდი ნაწილი ეს არის გაყალბებული. შესაბამისად არ ვიცით საიდან მოვდივართ, ეხლა სად ვართ, რა არის ჩვენი სამომავლო ორიენტირები, თუნდაც საგარეო. ამიტომ რა თქმა უნდა ზვია, ძალიან დიდი მადლობა მინდა გითხრა, რომ ეს წიგნი შედგა. ეხლა მთავარი არის, რომ ეს წიგნი მივიდეს მკითხველამდე, იმ მკითხველამდე, რომელიც მართალი გითხრათ უკვე ელოდება აი ამ გამოცემას. მით უმეტეს აი დღევანდელი ჩვენი აი ამ შეხვედრის შემდეგ. ამიტომ მადლობა, ბარემ ვიტყვი, რომ ასეთივე იყო ტერენტი გრანელის წიგნიც, სადაც არის ნახატები და საზოგადოებამ გაიგო, რომ ტერენტი გრანელი არ იყო მხოლოდ პოეტი, იყო მხატვარი, არაჩვეულებრივი ნახატები აქვს და ასევე საზოგადოებამ გაიგო, ესენი ერთ პერიოდში მოღვაწეობდნენ და ამ სიტყვისაც არ მომერიდება, არაჩვეულებრივი მხატვარი იყო და იმას, რასაც ლექსებით ვერ ამბობდა, ამბობდა მხატვრობით, რასაც მხატვრობით ვერ ამბობდა, ამბობდა თავისი სიტყვებით და ისიც იბრძოდა სწორედ ტოტალიტარიზმის წინააღმდეგ და ამიტომ აღმოჩნდა სწორედ რეპრესირებული და საზოგადოებას მართალი გითხრათ მის შესახებ ძალიან სტერეოტიპული შეხედულება აქვს, რასაც კავშირი არ აქვს რეალობასთან. ამიტომ წიგნებს აქვს გადამწყვეტი მნიშვნელობა. წიგნი არის ჩვენთვის მნიშვნელოვანი იმისთვის, რომ ჩვენ დავძლიოთ ტოტალიტარიზმი. დიდი მადლობა. Memștăvăbit, Tamar Belcania studiași ვაგზავნებ. Jir sagenis magia shemer წყურგილ მოსოფუნს გვართა მოხორც უკულ კიდას მოკოფუნს უკულ ტკილს უზოგარო გიანთხუდო გვარგვალიანს ჯუნუს ოროფილიცალო ბონუს უდო ხარჩალიანს თუდო ქვიშა ვარჩხილიში 80 ვარკალიანს ჩხორიას გემშუტყობუш ქაში მიშა ბარჩხალიანს. ეს არის ერთი ფრაგმენტი ბულათიადან, აი თამარ ბელქანიამ თქვა და ძალიან ბევრი ადამიანი ამბობს წლების განმავლობაში, პოეტიც თუ კითხველი, რამდენად დიდი ეტაპი შექმნა დანიელ ფიფიამ მეგრულენოვანი პოეზიისთვის. აუცილებლად უნდა კითხო გივი თარგმანზე. შეიძლება ბევრი აღიარებდეს იმას, რომ მეგრულ ენაზე აუცილებლად უნდა შეიქმნას, თქვათ, ორიგინალური ნაწარმოებები, პროზა და პოეზია. მაგრამ ის ადამიანები ხშირად ეწინააღმდეგებიან, რატომ უნდა ითარგმნოს თქვათ ბიბლია, ანუ ვეფხისტყაოსანი მეგრულ ენაზე, რა აუცილებლობა ამისა. არადა ჩვენ გვაქვს ვეფხისტყაოსნის რამდენიმე თარგმანი, ძალიან მნიშვნელოვანი და პოპულარული თარგმანები და თუ კი ქართულ მკითხველს აქვს შესაძლებლობა მათი აზრით რომ გავახმოვანო რომ წაიკითხოს ქართულად, რატომ უნდა არსებობდეს ეს თარგმანები მეგრულ ენაზე. ძალიან საინტერესო კითხვაა, რომელზეც არსებობს ორი პასუხი, მარტივი და ცოტა რთული. მე ვეცდები, რომ ორივე პასუხი მოვიტანო. პირველი, თუ კი არსებობს ენა, რატომაც არა. ანუ ენის გაჩენის ბიბლიურ ვერსიას თუ მივემხრობით და ყველა ენა თუ ღმერთმა შექმნა, მაშინ ღმერთს ხარ შეუქმნია ერთი ენა ნაკლები უფლებები და მეორე ენა მეტი უფლებები და ანუ მე ღმერთი ეგეთი ცუდი ტიპი არ მგონია. მეორე, თუ კი ვიფიქრებთ იმას, რომ ენა მიგრაციების და ევოლუციების თანახმად შეიქმნა ენები, ისინი თავისთავადად იქმნებოდნენ და რაღაც თანდაყოლილი რეცეპტები არ ქონიათ, რომ რომელიმე ენაზე უნდა ითარგმნოს, ან არ ითარგმნოს და ასე შემდეგ. ეს ყველაფერი მოდის შემდეგ უკვე ტოტალიტარიზმის შედეგია, იდეოლოგიების შემოსვლის შედეგია, რომ ვიღაცას გონია, რომ აი ქართული ენა არის მაგალითად ერთადერთი საქართველოში, რომელზეც რამე უნდა დაიწეროს და მეგრულად ან სვანურად ან აფხაზურად ამ ენაზე არაფერი არ უნდა ითარგმნოს. ჩვენ გქონდა სამწუხაროდ შემთხვევა, როცა საქართველოში გაიჟღერა ერთმა ლექსმა, ვით დედამტკვართან ჭოროხს და ენგურს, რიონს და ტეხურს იროს და არ აქვს, ასევე ენას ქართულთან მეგრულს ხმა მოიღოს უფლება არ აქვს. თქვენ შეიძლება იცით, მაგრამ მაყურებელმა ბევრმა არ იცის, რომ ეს სიტყვები ეკუთვნის მურმან ლებანიძეს. ხო, ამ ქვეყანაში ძალიან ბევრი ესე ფიქრობს, მაგრამ არასწორად ფიქრობს, სანამ ენა არსებობს,
ენის მთავარი ფუნქციაა რომ ამ ენაზე იწერებოდეს, ითარგმნებოდეს, ენის მთავარი ფუნქცია მეტყველება არ არის. ენას აქვს ბევრი სხვადასხვა ფუნქცია და მათ შორის მულტიმედიური ფუნქციებიც, წერილობითი ფუნქციებიც და უნდა აითვისოს ენა. სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ფუნქციაც შეიძლება დაეკისროს ამ შემთხვევაში. მე პაატა შენ აფხაზეთი აღნიშნე და ახსენე თუ რამდენად მნიშვნელოვანი შეიძლება იყოს ჩვენი ურთიერთობის აღდგენისთვის და კომუნიკაციისთვის ერთი მხრივ აფხაზეთთან მეგრული ენა და მეგრულ ენაზე შექმნილი ნაწარმოებები, პოეზია, პროზა, სიმღერები და მეორე მხრივ ლაზებთან ხიდის გადებისთვის ამის მნიშვნელობაზეც კითხავთ. კი ბატონო. რაც შეეხება ხა მე მინდა რომ პირველი კითხვიდან დავიწყო, რატომ უნდა ითარგმნოს პირველი წინა კითხვიდან რატომ უნდა ითარგმნოს მეგრულად, როდესაც ქართულად არსებობს. მოდი დავსვათ იმავე რანგის შეკითხვა, რატომ უნდა იმღერებოდეს მეგრულად თუ კი არსებობს ქართულად სიმღერა? შეგვიძლია ეს კითხვა დავსვათ, ხო არარელევანტური არის, სწორედ ასეთივე არარელევანტური არის კითხვა, რატომ უნდა ითარგმნებოდეს მეგრულად, როცა შეგვიძლია რომ გქონდეს ქართულად. მე ვფიქრობ, რომ ეს მრავალფეროვნება არის ჩვენი ერის სიმდიდრე და ამას უნდა მოუფრთხილდეთ და პირიქით უნდა ველაციცოთ და რაღაცნაირად გავაძლიეროთ ეს განწყობები. კი არ დავაკომპლექსოთ ერთმანეთი, რომ აი შეიძლება ვიღაცას მოუნდეს შემდეგ რაღაცა დამოუკიდებლობის გამოცხადება. ეს რომ გვინდოდეს ამას აქამდეც გამოვაცხადებდით, ამ ქვეყნის მესამეც წარმოადგენს მეგრულენოვანი მოსახლეობა, ხო? პირიქით, ყველა დიდი მეგრულენოვანი ადამიანი იდგა ქართული სახელმწიფოებრიობის სათავესთან და რაღაცნაირად აძლიერებდა ამ განწყობებს და პირიქით, ანუ ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ, რომ ყველა ამ ადამიანის სახელი თავისუფლად შეიძლება ჩაიწეროს საქართველოს როგორც ერთიანი სახელმწიფოს სათავეში მდგომი ადამიანებისა. რაც საკვირველია მეგრულ ენას შეიძლება ხიდის ფუნქცია ჰქონდეს, მით უმეტეს რომ ჩვენ ის ადამიანები, რომლებიც ამ წუთას ისტორიული ძნელბედობის გამო არ არიან ჩვენთან ტერიტორიულად, მათთან კავშირის შენარჩუნებისათვის არის ძალიან მნიშვნელოვანი, მაგრამ ამავდროულად საქართველოშიც, საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიებზეც მისი არსებობა ნიშნავს იმას, რომ იგივე ქართული ენის თვისაც არის ძალიან მნიშვნელოვანი, რომ მან მეგრულთან ურთიერთობისას რაღაც ბევრი რამ შეიძლება შეითვისოს, რაც არ აქვს, მაგალითად ქართულ ენას ეს არის თქვათ ერთ ასოიანიზმები, რაც ქართულ ენაში არ არის, შეიძლება აქედან რაღაც წამოიღო და თქვათ ისარგებლო ამით და გაამდიდრო კიდევ უფრო ქართული ენა. ასე რომ მხოლოდ დადებითი შედეგი შეიძლება გქონდეს მას. მე მინდა ერთი ლექსი წავიკითხო. თუ არის ამის საშუალება, ეს არ არის ჩემი ლექსი, ეს არის ბათო დანელიას მიერ თარგმნილი ლექსი და თქვენ წაკითხვა მინდოდა. მართლა მაგის წაკითხვა მინდოდა. თუ გინდა წაიკითხე. შენ წაიკითხე, მე გიორგი სიჩინავას წავიკითხავ. კი ბატონო. იმიტომ რომ მე თქვენ ახლა არ მეგრულენოვანი ხალხი ხარ და ვერ გაიგებთ ვერცერთ სიტყვას შესაძლოა, მაგრამ აუცილებლად პირველივე ხაზი ტაეპის საკითხის შემდეგ მიხვდებით რომელ ლექსზე არის საუბარი. Carigans, Pesherev, Metsena, Ganigans, Dijalebs, Tawankes, Sisorek. Mucho tuns, Chkimtolev, Mutundras, Wardziruns, Skanima, Sisquama, Gilaptros, Irsharas, Irdihas, Iridros, Sodgan Shores, Tsapirkeps, Arigans. Carigans. მე მგონია რომ კალაქტირი ძალიან მადლიერი იქნებოდა ბათო დანელიასი ამ ლექსის გამო. წინვალე თარგმანისთვის გიორგი სიჩინავას მეგრულ ენაზე არა მხოლოდ მეგრულენოვანი წინვალე პოეტი, არამედ მეგრულ ენაზე მზრუნველი ადამიანი და უნიშნელოვანესი გამოცემების ინიციატორი, შემქმნელი და ბევრი რაღაც ჩატეხილი ხიდის გამამთელებელი კაცი იყო, რომელმაც განსაკუთრებული პოპულარიზაცია გაუწია მეგრულ ენას. ცოტა ხნის წინ გარდაიცვალა გაანათლოს ღმერთმა ეფუთიშ გოშინა, ახლახან გამოვეცით ეს წიგნი და მე მიყვარს ერთი ლექსი ამ წიგნიდან, დადიანის აბარწაში, ასე ქვია, დადიანების აივნიდან, დადიანების სასახლის აივნიდან გადასკერის პოეტი ენგურს და წარმოიდგენს თუ როგორ
შემოდის როგორც შემოდის რუსეთის იმპერია ენგურის ხეობაში, სამეგრელოში და როგორ არ უნდა დაგვეძინოს, როგორ უნდა ვიყოთ ფხიზლად. ტყურაბ თქუე მუშოგოკო გირაგადუკ მუთრენთის ჭიეჭიეთ ინგირპიჩა ქუმურთუმ რუსეთის ოლე ჭვენს და გიო ჭვენს დადიანიშ დოხორეს ამსერ ქუდმარულეს და კობძილუნთი ონჯღორეს ტყურაბ თქუე მუშოგოკო გირაგადუკ მუთრენთის დადიანიშ აბარწაშე გინუოჯინეკ რუსეთის. თუ არ გვინდა რომ რუსებს თვალში უყურებდეთ ჩვენს მიწაზე, ჩვენ აუცილებლად უნდა ვიყოთ ფხიზლად და უნდა დავიცვათ ჩვენი მემკვიდრეობა და განვავითაროთ, მე მგონი ამას ემსახურება ყველა იმ ადამიანის შრომა, ვინც ზრუნავს და წერს